ერთი სიტყვით შეიძლება დახასიათდეს სამწუხაროდ სახელმწიფოებრიობის ის ფორმა, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა და გააფორმა საქართველოში. ეს არის მაფიოზური სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელშიც აღარ მუშაობს კანონები, უფრო სწორედ სახელმწიფოში, რომელშიც მიიღება კანონები მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიებისთვის, არა იმისთვის, რომ დარეგულირდეს საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთობა, არა იმისთვის, რომ დარეგულირდეს ბიზნეს სუბიექტების შორის ურთიერთობა, ან ადამიანის და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა, არა, ჩვენ ვიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ კანონებს უკვე, რომელიც განკუთვნილია რეპრესიისთვის, ადამიანის დაჩაგვრისთვის, უსამართლობისთვის. ჩვენ ვიღებთ კანონებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მიზნად ისახავს თავისუფალი მედიის გაჩუმებას. ამიტომ უნდა გვესმოდეს ის ტრაექტორია, რომელიც აღებული აქვს ივანიშვილს. ივანიშვილმა ჩამოაყალიბა და გააფორმა მაფიოზური სახელმწიფო და ამის შედეგებს ჩვენ სამწუხაროდ და ამის ფასს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის სიცოცხლე და უსაფრთხოება იხდის. ქუჩები უკვე სავსეა მკვლელობებით, შეკვეთილი მკვლელობებით. ასეთი ტიპის რამ საქართველოს დიდი ხანია უკვე დავიწყებული ქონდა. მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებრივი გაგრძელებაა, სამწუხაროდ ლოგიკური გაგრძელებაა ყველაფრისა, რაც ივანიშვილი აკეთებს. შეუძლებელი ავტორიტარიზმი აქეთკენ მიდის, როდესაც მეორებ მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არის მთელი სახელმწიფო აპარატი, ყველა ადამიანი არის საფრთხის წინაშე. ეს არის ქაოსის წინაპირობა, ქაოსი ჯერ არ არის დაწყებული, ჯერ სისტემას თითქოს უჭირავს ხელში ეს ყველაფერი, მაგრამ ნახევარი ნაბიჯია ქაოსისკენ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი, რაც მომწიფებულია, მხოლოდ და მხოლოდ ქაოსში და უბედურებაში შეიძლება გადაიზარდოს და ალტერნატივა არის მხოლოდ და მხოლოდ ამათი დამხობა. მეტი სხვა აღარაფერი, იმიტომ რომ ყოველი დღე გატარებული ხელისუფლებაში ივანიშვილი გამოიყენებს ამ ადამიანების საკუთარი მოქალაქეების გასაუბედურებლად. ჩვენ კიდევ უფრო ღრმად შევავთ რუსულ ჭაობში. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი გაატკეცებულია და მინდა უბრალოდ საზოგადოებას ამ თვალით შეხედოს. თუნდაც აი ამ წუთას ჩვენ რუსეთთან ვინ წარმოგვადგენს? კი ბატონო. წარმოგვადგენს კრიმინალი, ბოტასების ქურდი, ადამიანი, რომელმაც საკუთარი მოქალაქეობა გაყიდა და გახდა FSB-ს თანამშრომელი და FSB-ს ქსივით დარბის რუსეთში, ადამიანი, რომელიც ქართული საზოგადოების ზურგს უკან აწარმოებს, მოლაპარაკებებს ოკუპანტ ქვეყანასთან და უკვე მანტრასავით აქცეული პირველი, ესე ვთქვათ, ჩაბარება თუ გინდა ამ ქვეყნის რკინიგზის გახსნაზე უნდა დაიწყო ლაპარაკი. მსჯელობა ყველაფერზე შეიძლება, მათ შორის რკინიგზის გახსნაზე, მაგრამ როდესაც ამას აწარმოებს ფარცხალაძე, რომელსაც საერთოდ სულ ფეხზე კიდე არც აინტერესებს და არც იცის, რომ ამ ქვეყანაში 300,000 დევნილია, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ უამრავი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ იქიდან გამოყარეს და სახლი, კარი და ყველაფერი დატოვეს, ამათთვის ეს საერთოდ არ არსებობენ, ამათთვის არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ფული, მოგება, გარიგება ზურგს უკან ამ სახელმწიფოს და ამიტომ ყოველ დღე როდესაც გავიღვიძებთ, ხშირად არის რომ ჩვენ აი დასავლეთაჭო უნდა გვახსოვდეს ერთი რაღაცა და სხვა შორის იმდენად დიდი საინფორმაციო ნაკადია, ხშირად ეს ჩვენ გვავიწყდება. ყოველ დილით უნდა გავიხსენოთ ერთი რამე, რომ ბიძინა ივანიშვილი, ისევე როგორც ოთარ ფარცხალაძე რომანოვისა არის დასანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქართული სახელმწიფოს და ქართული დემოკრატიის ძირგამომრთხელი საქმიანობისთვის ციტირებ რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ეს ორი ადამიანი არის საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომრთხელ ჯაშუშურ საქმიანობის გამო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული. ეს უნდა გვახსოვდეს და ასე უნდა ვიწყებდეთ ჩვენს საქმიანობას, ასეთი განწყობა უნდა გქონდეს ჩვენ აი ამ ხელისუფლების მიმართ. ხელისუფლება, რომელიც რეალურად არის ადგილზე მაფიოზური და საერთაშორისო თვალსაზრისით არის ჯაშუში რუსეთის ფედერაციის. კი ბატონო, დამხობა ახსენეთ ბატონ გიგი და ლოგიკურია შემდეგი კითხვა იქნება, როგორ რა დაამხობს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას?
ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას და სხვა შორის მე უსმენდი ქალბატონ თინას, აბსოლუტურად მართალია, თქვენი შეკითხვაც იყო ამასთან დაკავშირებით. მე სულ უფრო და უფრო ხედავ და გრძნობ, რომ ის პოლიტიკური მიამიტობა, რაც ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მე ნეგატიური კონოტაციით არ ვხმარობ ამ სიტყვას, რომ ჩვენ რაღაცას ვთხოვთ ივანიშვილს ამ შემთხვევაში, ვთხოვთ დანიშნოს რიგარეში არჩევნები, ახალი საპარლამენტო არჩევნები. უნდა გვესმოდეს, როდესაც ჩვენ მას ვთხოვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მოძალადეს ჯაშუშს, რუსეთის პირდაპირ ჯაშუშს და ქართული დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის პირდაპირ მტერს ჩვენ უთმობთ სივრცეში მომავალ საქართველოში პოლიტიკური არსებობის და მეტიც მას ვთხოვთ მან დანიშნოს. ეს ხომ ჩვენს განწყობას გამოხატავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბოროტებასთან მზად ვართ თანაარსებობისთვის. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება იქცა უკვე აბსოლუტურ ბოროტებად ამ საზოგადოებისა და ამ ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის და შესაბამისად ერთი ოქტავით მაღლა უნდა აიწეს და ჩემი აზრით 31 მარტის აქციიდან ეს ერთი ოქტავით მაღლა უნდა ავიდეს მოთხოვნა, იმიტომ რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ასე თუ ისე მთავრდება, იწყება ნარატივით. ჩვენი ნარატივი არის თხოვნა ამჯერად და ჩვენი ნარატივი უნდა გაგრძელდეს მოთხოვნად, ოღონ მოთხოვნად არჩევნების კი არა, იმიტომ რომ ამას მოთხოვნის ფორმა აქვს დღეს. არამედ იმისა, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. ამას ჭირდება წნეხი შიგნიდან, ამას ჭირდება წნეხი გარედან. არ არსებობს დაწერილი რაღაცნაირი მეთოდიკა, ჩვენ დღეებს ვითვლით ხომ, აი 108 დღე არის დღეს პროტესტის. უბრალოდ უფრო სწორი იქნებოდა, რომ დაგვეთვალა პროტესტის ღამეები, იმიტომ რომ დღე არ არის ეს პროტესტი. და ჩემი აზრით, როდესაც ვსაუბრობთ, აი რა სადაა გასააქტიურებელი, სადაა მეტი კოორდინაცია, მეტი ერთობა საჭირო, სწორედ აქ, იმიტომ რომ დღის განმავლობაში მეტი აქტიურობაა საჭირო. ეს რუსთაველს კი არ ცვლის, რუსთაველი არის დღეს სიმბოლო იმისთვის, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გაიღვიძებს, აი როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს, აბა მოდით ჩვენ თავს ვკითხოთ დღეს რას ჩვენს ქვეყანას ვინ რას ვარგეთ, ხომ? აი ზუსტად ამ შეგნებით უნდა ვიღვიძებდეთ და საღამომდე მივდიოდეთ და საღამო უნდა იყოს შემაჯამებელი და არა ერთადერთი. მე ხშირად მესმის დისკუსიები რა აზრი, არა იმას ძალიან დიდი აზრი აქვს, იმას არა მარტო სიმბოლური, ამას აქვს ძალიან კონკრეტული აზრი, აი როგორც ფიტილს აქვს მომდევნო ხანძრისთვის უდიდესი მნიშვნელობა, ზუსტად ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ ჩვენ რაღაც მოვალეობის მოხდის მიზნით გამოდის, რომ მარტო ეს არის და სხვა არაფერი, არა. მთელი დღე უნდა დაიტვირთოს. ვინ უნდა შექმნას ეს დღის წესრიგი, ბატონ გიგი? რუტინა, მე მესმის ვინ უნდა შექმნას ეს დღის წესრიგი? მე სახელი და გვარი გინდა დაგისახელოთ? ვინ უნდა შექმნა? ხალხი ქმნის. თუ რომელიმე ლიდერი არ ვარგა, მაშინ ის იგივე ხალხი, აბა ვინმესთან ჯვარი კი არა აქვს დაწერილი. არ ვარგა, უნდა გამოცვალო. არ ვარგა, უნდა გამოცვალო. სხვა მეტი ერთზე არ უნდა დააკეთო გზა. ეს არის საზოგადოება ესე იქცევა, კი? ამიტომ შეკითხვა ვინ არა, ვინ შენ, ვინ მე თვითონ ჩვენთაგანა. იმიტომ რომ ნებისმიერ ასეთ შეყვანაზე რა გვეშველება, დევს მესია. კი ბატონო. ლიდერი ამ ყველაფრის არის საჭირო და მე მიმაჩნია რომ მეტი ძალისხმევა არის იგივე ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ხო ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილია. ჩემის აზრით მიუხედავად იმისა რომ მან ჩემის აზრით სამწუხაროდ შეცდომები დაუშვა ამ გზაზე მას აქვს კვლავ ის მანდატი რომ მეტი აქტიურობით შეძლოს გამოაცოცხლოს და მეტი კოორდინაცია იმიტომ რომ ჩვენ მივედით იმ ზღვარზე სადაც პოლიტიკური მოთხოვნა უნდა დადგეს და პოლიტიკური მოთხოვნა უნდა დააყენოს პოლიტიკურმა ოპოზიციამ ისეთმა, რომელმაც ხათ შორის მოუგო ეხა ჩვენ მოგწონს ხოლმე ხშირად ვამუნათებთ პოლიტიკურ ოპოზიციას, ამ პოლიტიკურმა ასეთი ფორმისას, რომელიც ხშირად განკიქების საგანია, სწორედ ამ ოპოზიციამ მოუგო ბიძინა ივანიშვილს. უბრალოდ მიიტაცეს არჩევნები და დღეს თავიდან გვინდა რომ ივანიშვილის თხოვოთ, არა. თუ არ იქნება რადიკალიზაცია იწყება თავიდან. თუ შენ წარმოდგენას უფრო ერთი ოქტავით აძლიერებ, ხო? და ითხოვ არა
არა ივანიშვილისგან არჩევნებს, არამედ ივანიშვილის წასვლას საქართველოს ივანიშვილის გარეშე. აბა გუგუნებდეს რუსთაველი ამ მოთხოვნით. ეს აბსოლუტურად სხვა შინაგანი განწყობა, ეს აბსოლუტურად სხვა მუხტია. ეს არის მუხტი, რომელსაც ყველანი ველოდები და ეს არის მუხტი, რომელიც დაანგრევს ამ ოლიგარქიას და ეს არის მუხტი, რომელიც საქართველოს დააბრუნებს აი ამ ყველაზე მნიშვნელოვან, მათ შორის შეიძლება სახიფათო, მაგრამ შესაძლებლობებით ახსავსე დროში დააბრუნებს, რუკაზე დააბრუნებს ჩვენი პარტნიორების რადარზე და საქართველოს არ იქნება მარტო იმიტომ, რომ ივანიშვილის პირობებში ჩვენ ვრისკავთ იზოლაციას, ივანიშვილის პირობებში ვრისკავთ მარტო დარჩენას, რაც ყველაზე სახიფათოა საქართველოსთვის, იმიტომ რომ საქართველოს დარჩენილი მარტო არის ყველაზე მეტად დაუცველი. ჩვენი ქუჩები კი არ არის მარტო დაუცველი, ჩვენი სახლები კი არ არის და ჩვენი ქვეყანა მთლიანად ადამიანები სახელმწიფო იქნება დაუცველი და მოწყვლადი, რომელსაც მართავს როგორც ისე იმ პირობებში განსაკუთრებით, როდესაც მას მართავს ჯაშუშობაში და საქართველოს წინააღმდეგ ძირ გამომთხრელ საქმიანობაში არა მარტო ეჭვმიტანილი, არამედ დასანქცირებული პიროვნება სახელად ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ მთლიანად ჩემის აზრით 31-მა უნდა მოახდინოს გადატეხა და 1 ოქტავით მაღლა. ჩვენ იმაზე კი არ უნდა რაღაც ეფემერულად ვფიქრობდეთ ადგილობრივ არჩევნებზე და რაღაც მსგავს სატყუარაზე და ამ ეტაპზე ეს მხოლოდ სატყუარა შეიძლება იყოს ხელისუფლების დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ახლა უნდა ვფიქრობდეთ გამწვავებაზე. გამწვავება სჭირდება დღის პროტესტი, გამწვავებას სჭირდება პროტესტი გამრავალფეროვნება, გამწვავებას სჭირდება, რომ ცეცხლი ენთოს ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და ამოცანა უნდა იყოს ამ ცეცხლის გადაცემა და გადატანა და დიდი კოცონის დანთება, დიახ, ვისაც არ მოწონს ეს სიტყვები, მათ შორის უნდა გვესმოდეს, ტაბუები უნდა მოიხსნას და იმიტომ არის ახალ კანონს რო იღებენ და ყველა სიტყვაზე ბოქლომის დადებას და დაჯარიმებას არ უნდა გვეჯო, როდესაც ჭაობში ხარ ჩავარდნილი, რადიკალური ცვლილებებია საჭირო. როდესაც წუმპეში ხარ ჩავარდნილი და როდესაც მარწუხები გადევს და სხვა დასაკარგი არაფერი არ აქვს, რა თქმა უნდა, სიტყვა რევოლუცია არის გამოსავალი. რევოლუცია რა არის? როდესაც დალპება ყველაფერი, როდესაც როგორც ამათი ბელადი ლენინი იტყოდა, როდესაც ზედაფენებს აღარ შეუძლიათ ძველებურად მართა და ქვედაფენებს ძველებურად ცხოვრება. ქართულ საზოგადოებას აღარ შეუძლია ისე ცხოვრება, როგორც მას ივანიშვილი თავაზობს, ესეა. და ამიტომ და ის ამისათვის მიმართავს ყველა რეპრესიას. საბოლოო ჯამში უნდა ვიმოქმედოთ, თორე ხვალ აღარც ტელევიზია იქნება, აღარც ინტერნეტი იქნება მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ქვისხანაში ჩააგდებს ამ ქვეყანას და ეს არ არის ჩემი მოსაზრებები, ეს ის კანონმდებლობაა, რომელიც ივანიშვილმა უკვე მიიღო და ეს მუხლუხა, რომელიც ჩართულია, რომელიც ამუცილებლად ამუშავდება, ეხლა ნელ-ნელა ამუშავდება, ჯერ ამას ვერ ბედავენ, მაგრამ ყველაფერი საბოლოო ჯამში უნდა გვესმოდეს, არის იარაღი, რომლითაც გვებძვიან. ნარკოპოლიტიკა, რომელიც შესამუშავებელია, რომელიც საბოლოო ჯამში ჩამოსაყალიბებელია, იმიტომ რომ 30 წელი საბოლოო ჯამში არ გაცდენია ეს ქვეყანა საბჭოთა მიდგომას. ისიც კი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არის წამოწყებული, რომ პოლიტიკური ოპონენტები ან საზოგადოებრივი ჯგუფები ან ახალგაზრდების რეპრესიები ან ზოგადად რეპრესიები და შიში დაანერგონ ადამიანებში. აბა თქვენ გონიათ ახლა კალაძეს, თქვენ გონიათ რომელიმე მათგანს, რაიმე საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ან ადამიანების ჯანმრთელობა ანაღლებთ და ზრუნავთ? არა, ეს ხო ყველამ კარგად ვიცით, ხო? ეს ქვეყანა არ არის ჩალით დახურული და ყველამ კარგად იცის ვინ რითი არის დაკავებული და ვინ რითი არის გადაფსიხებული. ამიტომ ეს ყველაფერი კეთდება, როგორც დიქტატორი ფრანკო იტყოდა, რომ ყველას იკეთე მეგობრებისთვის და კანონები ჩემი მტრებისთვის. აი ესე იღებენ, როგორც დიქტატორი ფრანკო იღებდა კანონებს და როგორც ყველა სხვა დიქტატორები იღებდნენ და დაამთავრებს ისე, როგორც ყველა სხვა დიქტატორი დაამთავრებს. იმიტომ რომ ეს ახლა საერთოდ დიდი პროცესია. ვიღაცას გონია, რომ შეიძლება დიდი რა 100-ზე მეტი დღე ამდენი ხანი არა. ჩვენ უნდა შევხედოთ აი რაღაც ერთგვარი რუსეთის გარშემო არქიპელაგივით არის, რომელიც დუღს. ჩვენ ხედავთ დუღილს უნგრეთში, ჩვენ ხედავთ რუმინეთში, ჩვენ ხედავთ მთლიანად თელს გარშემო, ხო? ეს გამოწეულია იმ ომით, რომელიც პუტინმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და ეს არის აი ამ ყველაფრის მეტასტაზები. იმიტომ რომ ან
ფარდის აქეთ მხარეს აღმოჩნდებით, სადაც არის უბედურება, სადაც არ არის მომავალი, სადაც არ არის ბედნიერება, სადაც არ არის ადამიანს გათელავენ ისე, რომ აგერ ომში უშვებენ ხალხს, კლავენ და მერე რვამარძე მოკლული იმების ჯარისკაცების დედებს ხორცის საკეთ მანქანას აძლევენ და იმათაც უხარიათ. აი ეს არის ივანიშვილის მომავალი. მეტი არაფერი. ეს არის ივანიშვილისთვის, ივანიშვილი რასაც უმზადებს ამ ქვეყანას მომავალს. პირდაპირ მნიშვნელობით ეს არის. იმიტომ რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ოკუპირებული თუ დათრეული ტერიტორიებიდან როგორადაც დღეს პუტინის რუსეთი თulis საქართველოს არის ზუსტად ისა პირველი რასაც შვებიან და აკეთებენ ადამიანური რესურსების გამოწვევა. კი ბატონ კიკი. ეს არის ის რაც ივანიშვილი რითაც რისკავს ჩვენს ბედს. ამიტომ ძალიან სერიოზულადაა საქმე, მაგრამ არ იქნება ერთდღიანი და ორდღიანი. ეს არის დიდი არქიპელაგი დაპირისპირების, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოშიც ისევე როგორც ჩვენ ყველა მეგობარ ქვეყანაში გარშემო, რომელიც იგივე პრობლემის წინაშე დგას, აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება. უბრალოდ ჩვენი ამოცანები გვაქვს. ეხლა არის ყველაზე საუკეთესო მომენტი იმისათვის, რომ ეს უბედურება მოვიშოროთ. აი როგორც ვარდების რევოლუციის მერე საქართველოს უცბად ამობრწყინდა როგორც სამაგალითო ქვეყანა, რამაც მოგცა ჩვენ ამოსუნთქვის შესაძლებლობა და რეფორმების გატარების შესაძლებლობა, რომ იმისათვის რომ ბიუჯეტი დამსგავსებოდა ეკონომიკას, იმისათვის რომ ტურიზმი აღორძინებულიყო, იმისათვის რომ ქვეყანა წინ წასულიყო, იმისათვის რომ კრიმინალური არ ყოფილიყო თავიდან ბოლომდე და შავი და ჩრდილოვანი არ ყოფილიყო ბიზნესი, ხო? ეს არის ყველაფერი და ჩვენ როდესაც გადავაბარეთ ქვეყანა არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს არ იყო ენერგეტიკულად რუსეთზე დამოკიდებული და ეს იყო უდიდესი მიღწევა. საქართველოს ეკონომიკის თვალსაზრისით რუსეთი იყო მეოთხე სავაჭრო პარტნიორი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთზე არ ვიყავით ეკონომიკურად დამოკიდებული. რუსეთი რა თქმა უნდა ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები არის, ამას ვერ გაექცევი. ყოველ შემთხვევაში მაშინ მაინც, მაგრამ ამოცანა სწორედ ეს იყო, რომ მას არ ქონოდა მონოპოლიური პირობები ჩვენს ეკონომიკაზე. და დღეს რა ხდება? დღეს ენერგეტიკა თავიდან ბოლომდე არის რუსეთზე დამოკიდებული, ენერგეტიკა თავიდან ბოლომდე არის კორუმპირებული და ივანიშვილის ოჯახობა არის შუამავალი და გამტარი და იქიდან ქაფის მომხდელი და ეკონომიკაშიც პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა და ისეთ პოზიციები, რომელიც ადამიანებისთვის, ანუ ფართო მოხმარების საგნები, ანუ ჩვენ მთლიანად და ენერგეტიკულად და ეკონომიკურად ივანიშვილის პირობებში მთლიანად დავეკიდეთ რუსეთს, რაც არის საფრთხე. ამიტომ ხშირად არის, როდესაც შედარებები უყვართ, ხოლმე უნდა გვახსოვდეს, საიდან მივიდა საქართველოს ენერგეტიკულ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობამდე და მაშინ იყო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ანუ ის ბლეფი, რომ რუსეთი თუ არა ჩვენ ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, ესეც მითით დანგრეული იყო, იმიტომ რომ რუსეთი იყო, არ იყო განსაზღვრელი, იყო მესამე, მეოთხე, მეხუთე სავაჭრო პარტნიორი, ენერგეტიკულად მასზე არ ვიყავით დამოკიდებული, მაგრამ ორნიშნა ეკონომიკის ზრდა ქონდა. ამიტომ ყველა პუნქტი არ არსებობს, პუნქტი არც მორალური, არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი, არც ფიზიკური და არც მეტაფიზიკური, სადაც ამათმა არ მოისაქმეს. ამიტომ არის, რომ აბსოლუტურ ბოროტებად ჩამოყალიბდა ივანიშვილი და ყოველი დღე მათ მიერ ქვეყნის ძარცვის და ქვეყნის გაუბედურების ფატალური შედეგით შეიძლება დასრულდეს. ეს არ არის უბრალო ალარმიზმი, ეს არის მოცემულობა და ამიტომაც ვამბობ და ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესია გვესმოდეს, რომ ეხლა არის ზუსტად მომენტი, ჩვენ არ უნდა ვთხოვდეთ მას არჩევნებს, არა, ჩვენ უნდა ვითხოვდეთ საქართველოს ივანიშვილის გარეშე, საქართველოს ივანიშვილის და ქართული ოცნების გარეშე და მათ გარეშე უნდა ჩატარდეს არჩევნები, მათ იმიტომ რომ შეუძლებელია ძალამ, რომელმაც ღია კოლაბორაცია გამოაცხადა მტერთან და ოკუპანტთან. ძალა, რომელიც მხილებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში, ეს ხო ჩვენი მოგონილი არ არის. 2012 წელს, როდესაც ამას ვამბობდით, ვიღაცა იძახდა, რომ ეს თქვენ ეხა გადაგაგდოთ ბიძინამ და ამიტომ დაბოღმილები ხართ. არანაირი ბოღმა ჩვენ არ გვალაპარაკებდა არასდროს. ჩვენ გვალაპარაკებდა იმის ცოდნა, რამხელა უბედურება მოდიოდა. ხო ყველაფერს თავისი დრო აქვს, შეიძლება ილაპარაკო და დარჩე დიდი ხანი ხმად ღაღადებლისა, მაგრამ რაღაც მომენტში სიმართლე აუცილებლად გახდება ყველასთვის სადი და დღეს საქართველოს მოსაქალაქეების უდიდესი უმრავლესობისთვის უკვე არის ცხადი, რომ ეს არის სიმსივნე და ეს არის კეთრი, რომელიც უნდა ჩამოიშოროს ქართულმა სახელმწიფომ. კი ბატონო, მადლობა.